ალბათ ჰელინის ნახელავია. ასე იქნება. ზმაო, მოიცა, ნუ ჩქარობ. ჩვენ ხომ არ ვიცით არა? ვიღაც უნდა მოკვდეს, რომ დანამდვილებით ვისოდეთ ჯამ. მაგრამ ეს მისი უკანასკნელი გამოხდომაა. მოკლავ. მომისმენე ილიას, ბოლოს და ბოლოს გოსმოდი. ამჯერად არაფერს იზამ. ცოტა ხნის წინ ციხეს თავი ძლივს დააღწია. ახლა ვერავინ გიშველის. ზმაო, მალე სოლი უნდა შეერთო, ნუ სულელობ. სხვაგვარად როგორ მოვიქცე? კურთხილდაკრეფილი ვიჯდე და უყურო ჰელინი დანაშაულს როგორ ჩადის? რატომ არ პასუხობ ფილის? რატომ? რატომ? ის კაცი ვისაც დანაეჭირა, მანამდე ჩემთან ბიუროში მოვიდა. მეორეც იყო. მანქანას მართავდა. ჰელინმა დაიქირავა. ქალს მოვკლავ. ვერ ხვდები ისი იმედი აქვს. ვერ ხვდები როგორ აზროვნებს. ავადმყოფია. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ილიას, მტკიცებულება არ გვაქვს. ამიტომ თავი დაანებე. თუ დამეხმარები მტკიცებულებებს მოვიძიებ. იმის გათვალისწინებით რა ჩვენ გაგიკეთა, მოვითხოვ მკაცრად დაისაჯოს. არ ინერვიულო. გესმის ჩემი ილიას? ილიას, შეკითხვა დაგისვა. კარგი, არ ინერვიულო. დაგეხმარები. თან მხოლოდ დახმარებით არ შემოვიფარგლები. დაგიცავ. ეს ჩემს გამო დაგემართ. შენთან ვალში ვარ. ჩემი მანქანა ქუჩაშია. დილით წამოვიყვანთ. ამ მდგომარეობაში რაზე ფიქრობ? ჩემი ტელეფონი რეკავს. ჩანთა მომაწოდე. ჯიმში თუ იქნება, მანამდეც რეკავდა. არაფერს ვეტყვი. თორემ წავა და დაახრჯობს. შემთხვევით წამოვცდა და ვუთხარი, რომ ჰელინი დამემუქრა. მომისმინე სიძემ. მე ილიასთან ერთად კაფეში ვარ. სამსახურის შემდეგ ვისვენებთ. ესე იგი კაფეში ხარ? კარგი, უბრალოდ ვინერვიულე რომ დაგაგვიანდა. კარგი. რა ჩაიფიქრა? რა? ახლა შენ გირეკავს? არ უთხრა. იმ ქალს მოკლავს. Алло. Იგისმენ ბატონო ჯიმშეთ. კაფეში ვარ. რა იყო? ფილიზმა მითხრა რომ ისიც კაფეშია. ვერ უკავშირდები. თუ გვერდით არის, დაუძახი კარგი. აქ არის აქ. ტუალეტში გავიდა. ვეთყვი რომ დაგირეკოს. როგორც კი მოვა. კარგი ნახონდეს. ისე ვის რეკავს? ის არის. გისმენ. არ გწმენიათ რომ ატყუებთ. თან ის ნაძირალა ასიეს ცოლად შერთვას აპირებს. რატომ ატყუებთ? დღეს სალიხასთან დავრჩები ჯიმშით. ცოტა დავლია და არ მიშვებენ. კარგი, ნახვამდის. ძილინებისა. იმედია პრობლემა არ არის. არა, ასე უკეთესია. გაბრაზებულია. წავა და რამეს დაუშავებს. დარწმუნებული ვარ. გრძელ სახელოებიან მაისურჩი ავიცვამ და ვერ შეამჩნევს. სახლში წადით, მე აქ დავრჩები. კარგი. გამოჯანმრთელებას გისურვებ ფილის. დიდი მადლობა. თომერ, რა. ფეხსაცმელი არ აქვს, შეგიძლია სალიხას ფეხსაცმელი მოუტანო. კარგი, არ ინერვიულო მოუტანო.
შენ ხომ ბაზარში მიდიხარ? კოსტიუმი რატომ ჩაიცვი? ან ჰალსტუხი რაში გჭირდება? ამიტომ ჩავიცვი, რომ შემდეგ პოლიციის ასოციაციაში უნდა წავიდე. საიუბილეო ვახშამს აწყობენ. ვახშამი საიდან მოიტანე? მე რატომ არ მიყავარ? იმიტომ რომ ცოლებთან ერთად არავის ებადიჟებიან. არ მესმის ეს რა წვეულებაა. კარგი, წადი. ზეჰერ, ერთხელ მაინც გამეშვი სახლიდან გაღიმებული სახით. ერთხელ მაინც მითხარი ნახვამდის მეუღლევ წარმატებას გისურვებ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამიღიმე. ესე იგი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგიღიმო არა? რა უმადური ხარ? შენ შემოგწირე მთელი ჩემი. კარგი, ვიცი. შენი ცხოვრების საუკეთესო წლები შემომწირე. ეს ხავდი და აუთავებდი. ალაგებდი და საჭმელს მიმზადებდი. მე სუგვესე პირად ვიცი. საკმარისია, კარგი? საკმარისია. მოჭა. ისე წავიდე, ტელეფონი დაავიწყდა. არა უშავს. უკან, არ გავეკიდები. რაც უნდა ისქნას. ეს მისი პრობლემაა. იმიტომ მირეკავ რომ მითხრა იმ სულელ გოგოს ვერ მოერიე? ცხენივი ჯანმრთელი ხარ. როგორ გაგიქცა? დაუჯერებელია. რა? დაჭრილია? გილოცავ. სიტყვები არ მყოფნის. ხოჩახ. შენი იმედი მქონდა. როგორ გააფუჭე ყველაფერი? შენ სიმეძე როგორ ვიყო? იმ მანიაკმა ალბათ ასიეს რამე დაუშავა. ყველაფერი რიგზეა? ყველაფერი რიგზეა. რა იყო? აქ ასე ადრე რატომ მოხვედი? სულად გამოიყურები. რა მოხდა? რატომ გაინტერესებს ყველაფერი რიგზეა თუ არა? ილიას უნდა დაველაპარაკო. აქ არის? ჯერ არ მოსულა? სად არის? რა თქმა უნდა, მოვა. აი, ილიასი მოდის.